სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. სტუდენტობის დროს, როცა აკადემიაში სწავლობდი, ძალიან ახალი მოქცეული ვიყავი, მე არაფერი არ გამეგებოდა, სიმართლე გითხრათ, სარწმუნოების, მაგრამ ღვთისწყალობით მქონდა ღმერთის გულზე შეხების გამოცდილება და დანარჩენი არაფერი არ ვიცოდი და მახსოვს საუბრობდი და ესეთი რამე თქვა, ძალიან ჩამებეჭდა ესე მეხსიერებაში. მრავალი წელია მის მერე გასული, ეს არის 90 წელი ან 91 წელი, მრავალი თქვენგანი დაბადებულიც არ იყო მაშინ. ჭეშმარიტი სარწმუნება როგორ უნდა დავადგინოთო? დოგმატები უნდა მივიღოთო და აბა ისე როგორ მიხდებიო? უნდა მიიღო, ეს დოგმატი უნდა მიიღო, ეს სწავლება მიიღო და სხვანაირად, გამოცდილებით სარწმუნოებას უარყოფდა. შინაგანად მქონდა მიუღებლობა ამგვარი პოზიციისა, მაგრამ არაფერი ვიცოდი და ვერაფერს დაუპირისპირებდი. და ეხლა ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ეს არ იყო სწორი მის პოზიცია. ისააკ კასური გაყოფს კიდევაც ორი ტიპის რწმენას. ერთ რწმენაზე ამბობს, რომ არის რწმენა, რომელსაც ჩვენ ესე რაციონალურად ვიღებთ, ვიღაცა რაღაცას გვეტყვის, გავიგებთ, წავიკითხავთ და მივიღებთ. და არის რწმენა, რომელსაც ღმერთი გაძლევს, როცა ის შენ გულს ეხება. და მხოლოდ ეს მეორე ტიპის რწმენაა ის, რასაც ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა ქვია. იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში ეხლა აი გემოვნების საკითხია, ვის როგორი ფილოსოფია, ვის როგორი ღვთისმეტყველება, ვის როგორი თეოლოგია მოსწონს, ვის რომელი პოლიტიკური პარტია მოსწონს, ხო, მაგალითად. ხო, აი რაღაც გემოვნების მიხედვით, ვის რომელი იდეა მოსწონს ზოგადად. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები იდეებს თავს წირავდნენ, გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას. და უამრავი მაგალითია ამისი. არანაირი ჭეშმარიტებას იქ ადგილი არ აქვს. უბრალოდ ეს იდეა მოეწონა, მას ემსახურება და თავსაც წირავს. და რატომ არ შეიძლება, რომ ვიღაცას მოეწონოს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება? ის ხო ყველაზე ლამაზია და ის ხო ყველაზე მშვენიერია. ჩვენ ხო ვიცით ესე, თუ არ ვიცით, ეგ ცუდია. მართლა ყველაზე მშვენიერია, მართლა ყველაზე დიდებულია, განსაცვიფრებელია, მისტიკით ახსავსია, ფორმებით თვალწამტაცია, მრავალფეროვანია, ძალიან ღრმა არის, დიდებულია, გესმით, საოცარი ნაყოფები გამოაქვს. ლამაზია. რატომ არ შეიძლება ადამიანს მოეწონოს? დიახაც შეიძლება ადამიანს მოეწონოს. დიახაც შეიძლება. სოფხედელობრივად და რელიგიური როცა ადამიანი, არა ფილოსოფოსი, არამედ რელიგიური, აი გაიქნება ეკლესიის წევრი და მისი რწმენა იქნება დაფუძნებული რაციონალიზმზე, რომ მოეწონა და მიიღო და მორჩა. მაგრამ ეს ნამდვილი რწმენა არ არის. ამას ხშირად უწოდებთ ხოლმე ვარლამ კალაბრიელობა, გრიგოლ პალამას რო ეკამათებოდა. პალამა, რომელიც მისტიკურ ქრისტიანობას ქადაგებდა, და ვარლამ კალაბრიელი, რომელიც ინტელექტუალურს. უნდა ითქვას, რომ თავად გრიგოლ პალამა უაღრესად ინტელექტუალური და აკადემიურად უგანათლებულესი ადამიანი იყო გრიგოლ პალამა. მაგრამ ის საუბრობს მისტიკურ საიდუმლო ქრისტიანობაზე და რაც არის ნამდვილად ქრისტიანობა, რაც არის ნამდვილად. გესმით? აი ამაშია საქმე და აი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი რწმენა, თუ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვართ, ჩვენი რწმენა ეს არის ცოცხალ პიროვნულ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა და ეს ურთიერთობა, რადგან ღმერთი ტრანსცენდენტულია. ტრანსცენდენტული რას ნიშნავს? თვალით ვერ დაინახავ, ყურით ვერ გაიგებ, ხელით ვერ შეეხები, გემოს ვერ გაუსინჯავ, გესმის? ვერ გაზომავ, ვერ დაითვლი. რატომ? იმიტომ რომ ის დროისა და სივრცის მიღმა, მატერიის მიღმა. მთელი სამყარო მან შექმნა, ოღონ არა თავისი წიაღიდან. აი თავის წიაღიდან რო შობს რაღაცას, ხო? ესე იგი, მშობელიც და შვილიც ერთნაირია. ანუ მან თავის წიაღიდან კი არ შვა. მან თავისი თავისუფალი გადაწყვეტილებით ინება და თქვა, იქმენ და იქმნა. მაგრამ მის არსებასთან, ამ სამყაროს, ღმერთის არსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სრული უფსკულია, გადაულახავი უფსკულია. ამას ნიშნავს ტრანსცენდენტული. და შესაბამისად, ჩვენი გზნობის ორგანოები, ჩვენი აღქმის უნარები, ჩვენი ორიენტაციის ამ სამყაროში შესაძლებლობები, რადგან ყველაფერი ამ სამყაროზე მორგებულია, ჩვენ არა გვაქვს უნარი ღმერთის დანახვის არანაირი. წარმოუდგენელი აქვს, შეუძლებელია ეს. თუ ადამიანს განვიხილავთ როგორც ბიოლოგიურ არსებას და ჩვენ ეს ორგანოები ბიოლოგიური გვაქვს თავისთავად ცხადი. მაგრამ, როდესაც ადამიანი ნამდვილი ქრისტიანი ხდება და იმ სოფხედელობასაც შეისრუტავს, რომელიც მართლმადიდებლობაა და საუცხოა ეს და თან კიდე გამოცდილებითაც ამ ყველაფერს მიიღებს, ადამიანმა იცის, რომ ადამიანი არ არის უბრალოდ ბიოლოგიური არსება,
და არც უბრალო ქმნილება. ადამიანი არის ქმნილება, რომელსაც ღმერთის თვისებები აქვს უცნაურად ამ სამყაროს თვის. ეს არის მოაზროვნეობა და ეს არის თავისუფლება. ამ სამყაროში არავინ არ აზროვნებს, არავინ არ არის თავისუფალი, არავინ არ არის პიროვნება, გესმით? არავინ, არც განვითარებული ცხოველი, არც ხელოვნური ინტელექტი, ხვალე რომ განსაცვიფრებელ რობოტებს გააკეთებენ, რომელიც შენზე და ჩემზე ჭკვიანი იქნება. რა მოხდა მერე? დღესაც ახლა ჭადრაკს თამაშობს მანქანა, მოგვიგებს ახლა დიდი ამბავი. გესმით? მაგრამ ეს არის მატერიის ნაწილი. ეს არ არის ის, რაც არის ადამიანი. რა არის ადამიანი? მოაზროვნე, თვითუფლებრივი, თავისუფალი პიროვნება. თავისუფალი გესმით რას ნიშნავს? არანაირი მიზეშედეგობრივ ჯაჭვში ჩაკირული არ არის მისი არჩევანი, მისი ნებელობა, განსაცვიფრებელი რამ არის ეს. და აი, როდესაც ადამიანი ნამდვილ რწმენას ნამდვილი სარწმუნოებრივ ცხოვრებას შეუდგება, რომელსაც ქვია ღმერთის მიერ მოცემული ცოდნა, უბრალოდ რომ კითხულობ დოგმატებს, შენი შინაგანი სამყარო გიდასტურებს, ესია, ნამდვილად ესია. ინტელექტუალურად კი არ ხარ აღფრთოვანებული, თუმცა ინტელექტუალურადაც, იმიტომ რომ დიდებულია და ლამაზია, მაგრამ მარტო ამით ინტელექტუალურად კი არა, გული გიდასტურებს, რომ ეს ნამდვილია. აი მაგალითად, დიდებული ხატი რო ავიღოთ რომელიმე და ორი ადამიანი დავაყენოთ. ერთი ნამდვილი მორწმუნე და მეორე უბრალოდ გნებავთ ხელოვნება, მცოდნე, ესთეტი, რომელსაც შეუძლია მშვენიერების აღქმა. ორივე აღფრთოვანდება ხატის მშვენიერებით, მაგრამ მორწმუნე ადამიანს გარდა მშვენიერების აღქმისა და შესაბამისი აღფრთოვანებისა მისტიკური განცდა ეუფლება. იმიტომ რომ ნამდვილი კარგი ხატი ერთგვარი სარკმელებიც არის, მისტიკური სარკმელია მარადისობაში და მისი საშუალებით ადამიანს ლოცვითი განწყობა ეუფლება, ხოლო ლოცვითი განწყობა ნიშნავს იმას, რომ ის ღმერთთან კავშირს იწყებს, გესმით? და აი როცა ადამიანი ნამდვილი მორწმუნეა და მან იცის, რას ნიშნავს ღმერთთან კომუნიკაცია და კავშირი, იმიტომ რომ ამიტომ არის ის ეკლესიაში, ამიტომ მოვიდა, არა იმიტომ რომ მოეწონა ღვთისმსახურება და მოეწონა, ესე იგი ღვთისმეტყველება, მოეწონა დანარჩენი სხვა რამ რაც ხდება ქრისტიანულ კულტურაში, არამედ ღმერთი შეეხო მის გულს. და ამიტომ მოვიდა ეკლესიაში. მან იცის ეს რას ნიშნავს და აი ამის შემდგომ უკვე იწყება ქრისტიანის ტკივილიანი, ქრისტიანის მგლოვარებითი ცხოვრება. იმიტომ რომ მუდამ ეძებს იმას, ვინც იცის გამოცდილებით რომ არის, ვისთან ერთობის გემოც გამოუცდია და ქრისტეს ტკბილი დაარქვა, ტკბილი ესო, ანუ ეს გულისმიერი გამოცდილება და უამრავი სხვა სიტყვა, მაგალითად აი რაღაც შინაგანი სისავსე და უჩვეულოდ ბედნიერების განცდა და საოცარი სიყვარულის და სიმშვიდის და ასე შემდეგ, უამრავი რამეა, როცა ღმერთი ეხება შენს გულს, უამრავი სხვადასხვა განცდა მოდის, სხვა სიცოცხლის განცდა, რომელიც არ არის ეს მიწიერი სიცოცხლე, სხვა რეალობის, სხვა მყოფობის, სხვა ყოფიერების და შენგან დამოუკიდებლად შენ ცდილობ, მაგრამ ის არ მოვა, ის შენგან დამოუკიდებლად მოდის. ყოველთვის გზნობ, რომ როცა ის მოდის, შენი ფსიქოსომატური მცდელობის შედეგი არ არის, არამედ სხვა არის, მოვიდა შეგეხო, გესმით? და როცა ადამიანს ეს გამოცდილება აქვს, ადამიანის ცხოვრებაში იწყება მგლოვარებითი პერიოდი, როდესაც მას მუდამ სურს, რომ ეს განახლდეს, ეს კვლავ და კვლავ მოხდეს, მაგრამ ეს ადვილად არ ხდება, მას მრავალი ხელისშემშელი ფაქტორი აქვს, მათ შორის ჩვენში, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცით, იმედით ვართ ახსავსე, იმედით რომ ეს კვლავ მოხდება, კიდევ მოხდება და მე გარდავიცვლები იმაში, ვის შეხებასაც მე ვნატრულობ. გარდავიცვლები ქრისტეში, ანუ ქრისტე არის სიცოცხლე, გარდავიცვლები სიცოცხლეში, რომლის შეხებასაც მუდამ ვნატრულობ და როცა ის არ მაქვს, მუდამ გლოვარებ. აი, გახსოვთ ის ხანეტარებაში ნეტარიყვნენ გლოვარენი გულით არამედ თუ იგინი ნუ გეშინის ცემული. აი ამ გლოვარებით ახსავსე არის ქრისტიანის ცხოვრება. და თუ ეს გამოცდილება ჩვენში არ არსებობს, იცოდეთ რომ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს სარწმუნოებრივი. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ და სიმართლე გითხრათ, თუ ესეთი გამოცდილება არ არსებობს, ჩვენ წმინდა წერილის გაგების უნარიც არ გვექნება. ვერ მივხვდებით რაზე ლაპარაკობს წმინდა წერილი. აი მაგალითად დღეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლე ჯერ მithქოს არის საოცარი გასაცვიფრებელი ეპისტოლე, რომელიც პატიმრობაში დაწერა პავლე მოციქულმა და გამოუგზავნა ეფესელებს და ეს მისი ეს პატიმრობაში შეზღუდული, გარეგნულად შეზღუდული
პავლე მოციქულის შინაგანი ცოცხლოვანი მდგომარეობა ამოხეთქილი, შეიძლება ასე ითქვას. ძველ ქართულად ლამაზად ჟღერს, მაგრამ უჭირთ ხოლმე გაგება და კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა, არა უბრალოდ გვაკურთხა, ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ ქრისტეში გვაკურთხა და არა უბრალოდ გვაკურთხა ქრისტეში, არამედ ყოველგვარი კურთხევით, არა, ყოველგვარი სულიერი კურთხევით და კიდევ რო რაღაც არავცდე ცათაშინა. ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ღმერთი ჩვენზე ზრუნავს განსაკუთრებული ზრუნველობით, მაგრამ იმიტომ, რომ სიცოცხლეში, ანუ ქრისტეში ვიმყოფებოდეთ, ანუ ქრისტეს შემოსილობა, რასაც ქვია, რაც ნათლობის დროს მოგვეცა, ხო, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათლგვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს, ქრისტეს შემოსილები რო ვიყოთ ნამდვილად და ღმერთთან ურთიერთობის მთავარი მიზეზი, რატო ვართ ღმერთთან? იყოს არა მიწიერი ცხოვრების მოწყობა, ისე როგორც ჩვენ გვინდა და გვსიამოვნებს და ასე შემდეგ, არამედ სულიერი მიზეზი აქვს ამას, ანუ მარადიული, სულიერი რას ნიშნავს? ზოგს ახლა სულიერი არ ესმის ადამიანს. რა არის სულიერი? რასაც მარადიული ღირებულება აქვს, რაც არასოდეს დამთავრდება. სულიერი კურთხევა, ოღონდ ყოველგვარი, ანუ რაღაც ნაწილობრივ კურთხევას კი არ გაძლევს ღმერთი, არამედ ყოველი კურთხევა და სულიერი. რა არის ყოველი? რას ნიშნავს ყოველი? ყოველგვარი უпроსწორად. ღმერთის შვილი უნდა გახდე და ქრისტეს მარჯვნივ უნდა დაჯდე. და როგორი ცხოვრებითაც ღმერთი ცხოვრობს, იმ ცხოვრებით უნდა იცხოვრო. და შენ და ღმერთს საერთო ენერგია გექნებათ. ერთინება გექნებათ. ესე იგი, მადლით ღმერთი ხდები, გესმით რა შეასაბამება, ყოველგვარი, ყველაფერი, მთელი სისავსე, მთელი სისრულე გეძლევა. აი როგორც უძღების შვილო ბრუნდება და ყველაფერს უაძლევს მამამისი. სამეფო ტანსაცმელი, სამეფო წაღები, სამეფო ბეჭედი, სვარაკი ჭამებული, ყველაფერი მისცა. ვის? ღორებზე უარეს მდგომარეობაში ადამიანს. რატომ? შეინარა და იმიტომ მეტი არაფერი არ გავუკეთე. არანაირი სიკეთე მას არ ჩაუდენია. მხოლოდ შეინარა, გესმით? ჩვენ მხოლოდ ერთი რამე გვჭირდება, სინანული, მეტი არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. და მთელი ეს განსაცვიფრებელი მსხვერპლი, რომელმაც სამყარო შეაზანზარა ღმერთის ჯვარცმის მსხვერპლი სრულად გეძლება. მარტო სინანული გჭირდება, ანუ მეტამორფოზის პროცესი გჭირდება შენში. ამის მერე პავლე მოციქული გახსოვთ კიდე რას ამბობს. ეს ხო გითხრა და წესით. მე რო ცოტა სინდისი მქონდეს, უნდა გავოგნდე. ნახე რა მეძლევა. ამან უნდა მთლიანად შემცვალოს. მე ის აღარ უნდა ვიყო, რაც ვიყავი ამ სიტყვების წაკითხვამდე, იმიტომ რომ ეს რა საოცარ და მე ხომ წამს, მე ხო ამისთვის ვარ, მე ხო მჯერა, მე ხო ვიცი და უცებ კიდევ ერთხელ ვიაზრებ ამას, ეს რა მომეცა, ეს რა მეძლევა, ეს რა დიდებულება და პავლე მოციქული კიდევ უფრო მიმატებს და მეუბნება, ამოგვირჩია ჩვენ აი ამ დიდებულებაში, ამოგვირჩია სამყაროს შექმნამდე. აი ხო ხედავთ სამყარო, გალაქტიკები, ვარსკვლავებისა, სანამ ამ ყველაფერს შექმნი და მე მიცნობ და ღმერთი ჯერ კიდევ არ არსებულს, მაგრამ მის გონებაში არსებულს. ანუ თეოდორე არსებობს, გალაქტიკების შექმნამდე არსებობს თეოდორე უკვე ღმერთის მეხსიერებაში, თითოეული ჩვენგანი არსებობს, გესმით? ნახეთ ჩვენი მარადიული ღირებულება რა არის. დროში შექმნილი ვართ, ჯერ სამყარო შეიქმნა, მე ამ სამყაროში ოდესღაც ჩვენ შევიქმნით, ხო? მაგრამ ღმერთის ცნობიერებაში ჩვენ სამყაროს შექმნამდე უკვე არსებობდით. და ჩვენი იმედი აქვს, იმიტომ შექმნა, იმიტომ მოგვცა სიცოცხლე. ჩვენი იმედი აქვს, რომ ჩვენ არ გავაცუდებთ ჩვენი თავისუფლებით მის ნდობას ჩვენდამი და ზურგს არ შევაქცევთ. და რატო შეგვქმნა ჩვენ? რათა წმინდანი და უბიწონი. ვინ არის წმინდა? მხოლოდ ღმერთია წმინდა. ხო, უბიწო, მხოლოდ ღმერთისთვისებებია. შექმნა, იმიტომ რომ წმინდანი და უბიწონი ვიყოთ მის წინაშე და აი აქ ამატებს სიტყვას. იმიტომ რომ ხშირად სიწმინდე და უბიწოება ადამიანში ცივი ასკეზის განწყობას ბადებს, რომ აბა ეხლა ესე იგი კარგად მაგრად ვიყო და მე სხვა უწმინდურებს და ესე იგი ბიწიერებს ზემოდანაც გადავხედო, რაღაც ესეთი განწყობა აქვს ადამიანს, ცივი დემონური სიწმინდე ვთქვათ რაღაც, დემონი რას აკეთებს? არ ჭამს, არ ძინავს, ხო? მაგრამ წმინდა ხო არ არის? წმინდანი და უბიწო ვიყოთ მის წინაშე, ღვთის წინაშე როგორ? სიყვარულით. ეს არის თვისება, რომელთაც ჩვენ ღმერთს ვემსგავსებით, ვიდრე ეს თვისება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიწმინდე უბიწო, თუმცა სიყვარული არ არსებობს სიწმინდის და უბიწოების გარეშე. ყველა უბრუნდება იმას, რომ ეს ყველაფერი
ღმერთის ნება, ნახეთ როგორ ღმერთის ნება, წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისაა. ესე იგი მისი ნება რა არის, რომ ძეღმერთი მოდის იმისათვის რომ მე შვილი გამხადოს, წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ მისი წინასწარ განსაზღვრულობა საოცრება ხო არის, ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, ყველაფერი ამისთვის გააკეთა და მე შემიძლია დავდგე და უთხრა არ მინდა. არ მინდა. როგორ? აი ეგრე, არ მინდა. აბა რა გინდა? ჯოჯოხეთი გინდა? ხო აი რავი, შენთან არ მინდა. რა თქმა უნდა, დეკლარირებულად ამას თითოეულ ადამიანი აკეთებს. მაგრამ რაოდენობრივად და არსობრივად ძალიან ბევრი დედამიწის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აი ამას ამბობს თავის ცხოვრების წესით. არ მინდა. არ მინდა. რა გინდა? აი არაფერი არ მინდა. მოკვდები ჯოჯოხეთ მაინც არ მინდიხარ შენს. ამას რო იგებ და მე შენ თავს უნდა შეხედო რომ მეც იმ უმრავლესობაში ხო არ ვარ. შეიძლება ის ინტელექტუალური მორწმუნე ვარ, წაღარო ვთქვი, ისთვის დავიწყე საუბარი. მომწონს ახლა ეს ყველაფერი და ვარ აქა. მაგრამ ნამდვილი მორწმუნე ვარ. გლოვარებ იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთის მინდა ყოველ წამს შევხვდე და რო ვერ ხვდები? თუ არ გლოვარებ. თუ მე რამეს ვცდილობ ასკეზურ ცხოვრებას და რაღაცა ცოტა მოწესრიგებული ვარ, სიყვარულით არის ეს თუ არ არის სიყვარული? თუ უბრალოდ რაღაც ესეთი მაგარი ნებისყოფიანი გამოვჩდი და რაღაც. გესმით? ჩვენი თავის მონიტორინგი სულ უნდა ვატაროთ რა, სად ვართ, რამე ხო არ გვეშლება. მასში გვაქვს, მასში ქრისტეში გვახსენებს პავლე მოციქული, გამოსყიდვა მისი სისხლის მეოხებით. სისხლი რა არის სისხლი? ტკიოდა. შენ რომ გადარჩენის გზაზე ხარ და შენ რომ პოტენციურად გადარჩენილი ხარ უკვე, ეს იმიტომ რომ ქრისტეს ტკიოდა კონკრეტულად პერსონალურად შენთვის ტკიოდა და ეხლა ამას რო ვიაზრებ ეს დამატებით კიდე მიმატებს მე მორალურ პასუხისგებლობას. გესმით რა შეასაბამება? ამიტომ მახსენებს, ამიტომ ამბობს პავლე მოციქული. გესმით? გვახსენებს რა არიცოდნენ ეფესელებმა რომ ქრისტემ სისხლით დაღვარა ჯვარს ეცვა. როგორ არიცოდნენ? ეკლესია იყო, მაგრამ პავლე მოციქული ამას მაინც იმეორებს. იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია დავიწყებისკენ, ადამიანი მიდრეკილია უმადურობისკენ, უსინდისობისკენ, მიდრეკილია თავისი თავისუფლების ბოროტად გამოყენებისკენ. ამიტომ მას გვახსენებს, გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლის მეშვეობით, მოტევება მისი მადლის სიმდიდრის თანახმად, ანუ შენ გეპატიება არა იმიტომ რომ მისატევებელი გაქვს რაღაც ან ესე კარგი ხარ ძალიან, არა, მისი მადლის სიმდიდრის თანახმად. როგორი მდიდარია მისი მადლი რა არის? ენერგია, მისი ენერგიის, საღვთო ენერგიის სიმდიდრის. ეს რა სიმდიდრეა? უსასრულო. ღმერთი უსასრულოა და მისი ენერგია უსასრულოა. და შესაბამისად მისი მიტევების შესაძლებლობა უსასრულოა. გესმის და მხოლოდ იმიტომ რომ უსასრულოა, ჩვენ რაც არ უნდა საშინელი ცოდვილი ვიყოთ, მაინც წარხოცილი აღმოჩნდება ჩვენი ცოდები, ოღონდ ამისათვის საჭიროა რომ მივიდეთ მასთან და სინანული გქონდეს. და ეს ყველაფერი უხვად მოგვცა და მოგვცა ნახეთ ყოველგვარი სიბრძნით და გონებით. ანუ ისე მექანიკური პროცესი კი არ არის გადარჩენისა, არამედ საღვთო მადლი მოქმედებს სიბრძნით და გონიერებით და იგივე ის აკასური მეუბნება, რომ მეც ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებ სულიერ ცხოვრებაში. აი აქ რო დგახართ ეხა, ღამეს ტეხავთ და თქვა ასე შემდეგ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გაცნობიერებულად, სიბრძნით და გონიერებით. არაფერი სტიქიურად, არაფერი უბრალოდ ინტუიციურად, სიბრძნით და გონიერებით. გესმით, თორე სხვანაირ სხვა შემთხვევაში ჩვენ მოგვატყვილებს ბოროტი, იმიტომ რომ მას უამრავი მექანიზმი აქვს ჩვენი მოტყვილების. და მან გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო. ამაზე ხო ხშირად იცით, საუბრობს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, სხვა ეპისტოლებში, კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში, სხვადასხვანაირად საუბრობს. ღმერთის ნება. ათაშორის თუ არ ვცდები იგივე ისაა კასური, ამბობს რომ ან ოქროპირი აღარ მახსოვს, რა მნიშვნელობა რომელიღაც წმინდანი ამბობს, რომ იმისათვის რომ ღვთისნება გაიგო, მრავალი სისხლიც კი და ოფლიც კი უნდა დაღვარო. ძალიან დიდი ღვაწლია საჭირო იმისათვის, რომ ღვთისნებას ჩაწვდე და ღვთისნება ყოველთვის განახლებადი უნდა იყოს შენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ არც ერთი დღე ერთმანეთს არ აგავს ჩვენი სინამდვილეში, რაც არ უნდა გარეგნულად გავდეს, ჩვენი მდგომარეობა სულ მუდამ დინამიურად იცვლება. შესაბამისად ღვთისნებას ყოველთვის ღვთისნების მიხედვით უნდა მოქმედებდეთ, იმიტომ რომ ჩვენც ხო თავისუფლები ვართ და ღვთისნება საიდუმლოებაა და არსებობს რაღაცა სტრატეგიული გახსნა ღვთისნებისა. არის ყოველდღიური, ტაქტიკური და პავლე მოციქულის სტრატეგიაზე გვესაუბრება. გვაუწყა თავის ნების საიდუმლო
თავისი სათნოყოფით, ანუ სიკეთის გამო, რომელიც წინასწარ განაჩინა მან მასში ჟამთა აღსების განსაგებლად, ჟამთა აღსება. ანუ დრო დასრულდება, სამყარო რო თავის ფინალს მიუახლოვდება, რასაც ქვია უფლის მეორედ მოსვლა, აი რა მოხდება მერე. და პავლე მოციქული ამბობს რა მოხდება. ქრისტეში, ქრისტე ღმერთია და ადამიანი. ქრისტე როგორც ადამიანი თავის თავში შეისუტავს, თავის თავში იერთებს ყველაფერს აბსოლუტურად. გესმით? აი ეს საიდუმლოება აღესრულება და ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც საშია და რაც მიწაზეა. ეს არის მთელი სამყარო და რა თქმა უნდა ეს არის ანგელოზი და რა თქმა უნდა ეს არის ადამიანი. გესმით? ამიტომ ღვთის განკაცება ანგელოზებისთვისაც დიდი საიდუმლოების და დიდი სიკეთის მომტანი არის. ჩვენ მე რა მოგვივა? ჩვენ გავქრებით ქრისტეში, გავქრებით, მაგრამ ეს ხო ინდუიზმი არ არის, ეს ხო ბუდიზმი არ არის. არ გაქრებით და აი პავლე მოციქული საოცარ ამას ამბობს. მასში, ანუ ქრისტეში, ვპოვეთ კიდევაც მემკვიდრეობა, წინასწარ და მემკვიდრეობათან წინასწარ განწესებულება. წინასწარ ჩვენ ადგილი გვაქვს. მამაჩემის სახლში მრავალი სავანია. წინასწარ განწესებულება მისი განჩინების თანახმად. მისი განჩინება, მისი აბსოლუტური შეუვალი ნება, ნებისმიერი ნებისაებრ განჩინება. რას ნიშნავს ეს? და იგი ყოველივე სიქვს თავისი ნების გადაწყვეტილებით, ესე იგი მისი განჩინებაა, რასაც უნდა იმას გააკეთებს თავის ნების გადაწყვეტილებით, თუ ჩვენ მას დავემორჩილებით, ხდებით მემკვიდრენი, ანუ მისი მემკვიდრე. მისი მემკვიდრე. უბრალოდ ამ სამყაროში შემავალი რაღაც ნაწილაკი კი არა. მისი მემკვიდრე ხდებით, რა ხდება ამ დროს? რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ. რას ნიშნავს მისი დიდების საქება? ყაში ჭირდება ღმერთს თეოდორეს ქება. ეს ჭირდება არა ღმერთს, არა მე მჭირდება. ესე ის ნიშნავს მისი დიდების საქებად ამ სამყაროში ხდები მისი მემკვიდრე. მისი დიდების საქებად ნიშნავს, რომ მე ვხედავ, მე ცხოველი არა ვარ. მე ვხედავ ღმერთს, მის დიდებულებას და მასთან კავშირი მაქვს პიროვნული. მე ვხედავ მას და აღფრთოვანებული და უბედნიერესი ვარ მასთან კავშირით, მისი დიდებულებით და ამ დიდებულების აღქმელი, იმიტომ ვარო, რატო ვარ მე ამ დიდებულების აღქმელი? ამას იოანე მოციქულის სცემს პასუხს, იმიტომ რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც ის არის. მისი მსგავსი ვარ, გესმით? მე დავინახე, რომ და ეგეთი ვარ მეც, გესმის? მისი მადლით, მისი წყალობით. აი ეს ადგილი მაქვს. ეს ადგილი მაქვს სამყაროში, ვის ყველას და აქ რითაც დავიწყეთ, იქ მივდივართ. ძალიან მნიშვნელოვანი. ვის, რომელთაც წინასწარ ჰქონდა ქრისტეს იმედი. ამ სოფელში მყოფებს, როცა გაქვს ქრისტეს იმედი, ანუ ქრისტესადმი ნდობა, ანუ გაცოცხლებული რწმენა. ნდობა არის ცოცხალი რწმენა, გაცოცხლებული რწმენა, ცოცხალი რწმენა, ანუ ღმერთთან ერთობის განცდა, ანუ მისტიკური გამოცდილება, ანუ ქრისტეს შენში, იგივე პავლე მოციქული როგორც იტყვის კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში, გესმით, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი აქ რო ვართ, ხორცში მყოფი, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი სარწმუნოებრივი ხარისხი, რომ ჩვენ თუ არ გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შესაბამისად ცოცხალი მინდობა და ნდობა ადამიანად მოსული ღმერთისა, რომელიც განიჩნდება ჩვენ შიგნით და ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ის ჩვენშია, ჩვენ ცხოვრებას წარმართავს და ერთი ღერით არ ვარდება ჩვენი თავიდან, თუ ესეთი რწმენა, ანუ მისდამის სრული იმედი თუ არ გვექნება, მაშინ ეს ყველაფერი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, ჩვენი არ არის. და რა საშინელებაა, ხო წარმოგიდგენიათ ეს თუ ყველაფერი ჩვენი არ არის. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები, ქრისტეს საკუთარ თავში განმცდელნი. რა თქმა უნდა, ამას სწავლა ჭირდება, ამას ეკლესიის ერთგულიშვილობა ჭირდება, ამას წმინდა წერილთან ურთიერთობა, წმინდა მამებთან ურთიერთობა, მინიმალური ღვაწლი, ამას ევქარისტიული ცხოვრება, გონებისმიერი ლოცვის, ანუ იესოს ლოცვის სწავლა, ისიქასტური პრაქტიკა, ეს ყველაფერი სჭირდება, ერთმანეთის სიყვარული, თავმდაბლობა, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩვენში ნამდვილად აღესრულება. მასში ხართ თქვენც და მე გვეუბნება, აი ამ ყველაფერში ხართ თქვენც. აი 21 საუკუნის ქრისტიანს, ნახე რას მეუბნება პავლე, ეს ხო ყველაფერი თქვა და უცებ მესმის. მასში ხართ თქვენც, აი აქ ვინც გახართ თუნდაც. ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების ეს სიტყვა. თქვენი ხსნის სახარებაა ეს. იწამეთ ეს და დაიბეჭდეთ ეს ყველაფერი
აღთქმული სულიწმინდის მიერ გელაპარაკებით პავლე მოციქული მეგეუბნება და ეს ყველაფერი ირწმუნეთ, აღიბეჭდეთ საკუთარ თავში. ეს თქვენი ხსნის სახარებაა, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის წინდია. აი ეს ყველაფერი რაზეც ისაუბრა, რომ მკვიდრნი უნდა ვიყოთ. იმის წინდია ეს სიტყვები. წინდი რას ნიშნავს? ხო, დაწინდვა რო ხდება, წინდი. ანუ ეს არის ერთგვარი წინა გემოსხილვა. განცდა იმ დიდებული ბედნიერებისა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ელოდება მარადისობაში, მაგრამ ეს ყველაფერი აქვე იწყება. შევთხოვოთ უფალს, რომ დაწყებული იყოს ეს ჩვენში თუ არ დაწყებულა. მოგცემოდეს ჭეშმარიტი გულისმიერი სარწმუნოება, შესაბამისი ცხოვრების წესი, უფლის უანგარო ერთგულება და სიყვარული, რომელიც აუცილებლად გამოავლენს თავს მოყვასისადმი უანგარო ფაქის დამოკიდებულებაში. შეგვეციოს უფალი ამენ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.